კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. ამ ვიდეოს დავარქვი 21 საუკუნის წარმატებული ადამიანის 6 პროფესია. საიდან მოვიტანა ეს 6 პროფესია და რა პროფესიებზეა საუბარი, მოგახსენებთ. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია Skills for 21st Century, ანუ 21 საუკუნის უნარები და ჩართული იყო მსოფლიო ბანკი, Microsoft და ბევრი ძალიან საინტერესო ორგანიზაცია ამ კვლევაში და ამ დოკუმენტის შემუშავებაში და ეს დოკუმენტი ეთმობა ფაქტიურად იმ უნარების ჩამოყალიბებას, რა უნარებიც დაჭირდება წარმატებისთვის ადამიანს ჩვენ საუკუნეში და აგერ 25 წელია რაც ეს საუკუნე დაიწყო და უკვე ამ საუკუნეში და ამ რეალობაში ცხოვრობთ, ხო? ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც ამ დოკუმენტში წერია და კვლევაზე არის ცხადია დაფუძნებული, არის რომ წარმატებული ადამიანი 21 საუკუნეში ჩვენ საუკუნეში საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას. ახლა საშუალოდ გესმით, რასაც ნიშნავს, ვიღაცა 10-ჯერ შეიცვლის პროფესიას, ვიღაცა 2-ჯერ და მოკლედ საშუალოდ გამოვა რომ 6-ჯერ შევიცვლით პროფესიას და ამას ვამბობ ხოლმე შეკრებებზე, რა ვიცი, ხან ახალგაზრდებს ხვდები, ხან სკოლებში ვარ სტუმრად, ხან უნივერსიტეტებში, ხან უფრო ხშირად ზრდასრულებთან მიწევს მუშაობა ტრენინგების ფარგლებში და იგრევე ჩნდება ესეთი ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ მოიცა კაცო რა პროფესია შეიცვლის, ეხლა არ მითხრა რომ ფეხბურთელი გახდება მუსიკოსი და მასწავლებელი გახდება მკერავი და ასე შემდეგ, ხო? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ საიდან მოიტანეთ ეგეთი კონტრასტები. ვინ თქვა რომ ფეხბურთელი მუსიკოსი გახდება და მასწავლებელი მკერავი, არც არავის არ თქვამს. თქვენ რომ დაუბრუნდეთ ამ დოკუმენტს და ნახოთ ესე იგი რა ცვლილებებზეა საუბარი არის მონათესავე ცვლილებებზე. ანუ მაგალითად მე თუ ვიყავი მასწავლებელი სკოლაში, არის შანსი რომ სკოლაში მასწავლებლობასთან ერთად კერძო რეპეტიტორობაც შევიძინო, ასე ვთქვათ და განსხვავებულია, ხო, კლასის მასწავლებლობა და რეპეტიტორობა პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ერთი პროფესიის ორი განშტოებაა. მე ესე იგი კარგი რეპეტიტორი თუ გამოვედი, შეიძლება გადავწყვიტო, რომ მოდი ვიდეოებს ჩავწერ ესე იგი ონლაინ და აქ უკვე შეიძლება კონტენტ დიჯიტალ კრეატორი გავხდე, ანუ ციფრული დოკუმენტაციის მომამზადებელი. მე შეიძლება ვიფიქრო, რომ სახელმძღვანელო გამოვცე და მაგ მიმართულებით წავიდე. მე შეიძლება ჩემი პატარა კომპანია დავაფუძნო და ენტერპრენიორი მეწარმე გავხდე, ხო? მე შეიძლება მიმიწვიონ კონსულტანტად რაღაც კომპანიაში თუ კარგად წამივიდა საქმეები, ხო? ანუ ძირითადში, რა თქმა უნდა, რადიკალური ცვლილებებიც არსებობს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ შენი პროფესიული გზა მიგიყვანს რაღაცა ცვლილებებთან და ეს ცვლილებები იქნება საჭირო, ხო? მე მინდა ჩემი გზა გაგიზიაროთ ამის საილუსტრაციო. პირველი ჩემი პროფესია დაკავშირებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, პროგრამისტი ვიყავი, ანუ უნივერსიტეტშიც მაგას ვსწავლობდი და პირველი სამსახურებით ჩემი იყო პროგრამირებაში. მერე წავაწყდი რეალობას, ჩვენი პროგრამები ვერ იმუშავებდა გამართულად, თუ არ იქნებოდა გამართული სასერვერო ინფრასტრუქტურა და ქსელები და ეგეთი რაღაცეები და ფაქტიურად ისე მოხდა, რომ მე პროგრამირების პროფესიიდან გადავინაცვლე აი ამ ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებაში. მაგავე პერიოდში ისეთი ამბავი მოხდა, რომ რაღაცა ორგანიზაციებში, სადაც მუშაობდი, აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს დეპარტამენტებმა და IT დეპარტამენტმა კარგად ისაუბრონ ერთმანეთში და მაგან გამოიწვია ჩემი პირველი მენეჯერული პოზიცია 30 წლის წინ, ესე იგი 1995 წელს გავხდი მენეჯერი, პატარა ჯგუფის მენეჯერი პროგრამისტების და წარმოვადგენდი, ასე ვთქვათ, მათ შუამავალი ვიყავი, თარჯიმანი თუ გნებავთ პროგრამისტებსა და იმას შორის, ხო? ამის შემდეგ, ხო, მანამდე ესე იგი შემდეგი რაღაც პერიოდი ვიყავი ზუსტად IT სპეციალისტების მენეჯერი, მაგრამ სადღაც 2001 წელს მე მგონი სხვა მიმართულების მენეჯმენტიც ჩამბარდა, მარკეტინგი, HR და სხვა მიმართულებები. ანუ ცოტათი უკვე სპეციალიზებული მენეჯმენტიდან ჯენერალ მენეჯმენტისკენ გადავინაცვლე, ხო? უნივერსიტეტი რო დავამთავრე, მიწვეული ლექტორი გავხდი. ლექტორობა აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიაა და მაგ პროფესიის
პროფესიის დაუფლება მომიწია. ტრეინინგები დაიწყე 2020 წელს, YouTube არხი დაიწყე, მოგვიანებით TikTok არხი დაიწყე, კონსულტანტობა დაიწყე, მოკლედ ძალიან ბევრი რამე დაიწყე დროთა განმავლობაში. ასე რომ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ხაზი, ლოგიკური ხაზი აქვს ჩემ კარიერას, ზუსტად რომ ეს პროფესიული ცვლილებები ძალიან ბევრჯერ განვიცადი და მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 52 წლისა ვარ, კიდევ ბევრი ცვლილება მელოდება აი ამ პროფესიულ ასპარეზზე, ხო? დღეს უკვე ვინც წარმატებული, ესე იგი ჩემი ამბავი უკვე გაგიზიარეთ და თქვენ გარშემო ვინც არის წარმატებული ხალხი, იმათ რომ მიადგეთ, გეტყვის რომ სამწუხაროდ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ადამიანი თუ წარმატებულია, მწუხარება რაში მდგომარეობს. ვინ თქვა რომ 16 წლის ამ რაც გადაწყვიტე რომ იქნებოდა შენი ცხოვრების საქმე, ის უნდა დარჩეს თელი ცხოვრების განმავლობაში. ხალხი ვინც იკულია 21 საუკუნის უნარები ამბობს რომ ეგრე აღარ არის. და ის არის პირველი პროფესია, ის არის შენი შესასვლელი პროფესიულ სამყაროში და იმის მერე ბევრი რამე შეიცვლება და ეს პროფესიული გზა არის მიხვეული და შენ თუ განწყობა რომ არ უნდა მოუხვიო, კარგი ამისგან არაფერი მოხდება. ამიტომ ახალგაზრდებს ველაპარაკები თუ თანამშრომლებს თუ ორგანიზაციას ვაშენებთ, უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანები შეიცვლიან პროფესიას, ხო? ამას თუ დავიჯერებთ, რომ ეს პროფესიის ცვლილება რეალობაა და ცუდი კი არ არის, არამედ კარგია, უფრო ყურადღებიანი გავხდებით, რომ მომავალი პროფესიები და შესაძლებლობები არ გამოგვეპაროს, ხო? ანუ შენ შეიძლება იყო ხისტი და თქვა, რომ მე ვარ ტრენერი და დამანებე თავის ტრენერი უნდა ვიყო, ან შეიძლება თქვა, რომ დღეს ტრენერი ვარ, იმიტომ ვარ ტრენერი, რომ ეს მეთოდი გამოვნახე ხალხის დახმარების და ხვალ თუ სხვა მეთოდი გამოჩნდება, მზადა ვარ, რომ ამ სხვა მეთოდებს მიუყო ხელი, ხო? აი ონლაინ ტრეინინგები იყო ზუსტად ის მეთოდი, რომელიც კოვიდში, როცა პირადად შეხვედრით ტრეინინგები საერთოდ გაქრა, აღმოჩნდა რომ თურმე ონლაინ ტრეინინგები არსებობს. მე აღმოჩნდა რომ თურმე YouTube ვიდეოები შეიძლება გააკეთო, LMS სისტემა, დაუნერგეთ Flowmaster-ში და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ცვლილება. ზუსტად იგივე გზა გაიარა ყველა პროფესიის ადამიანმა და ძალიან ხშირად ვხვდები ტრეინინგებზეც, რომ ხალხი მაინც ახლანდელი საქმის თარგით უყურებს ყველაფერს. აი მჭირდება ინგლისური თუ არ მჭირდება, ჩემი ინგლისური მყოფნის დღევანდელ საქმეში. დღევანდელ საქმეში კი ყოფნის, მაგრამ ხვალინდელში შეიძლება არ გეყოს და იმ ახალ პროფესიულ გამოწვევას შეიძლება ვერ უპასუხო, ხო? სანამ გავაგრძელებთ საუბარს, მადლობა მინდა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. და ამ ვიდეოს სპონსორები და ყველა ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენ ვინც გვიკვეთავთ თქვენი ორგანიზაციებისთვის ტრეინინგებს, მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტის პროექტების მართვის, გაყიდვების, კომუნიკაციის და სხვა მიმართულებებით, თქვენგან მიღებული რესურსებით, ჩვენ ვახერხებთ, რომ უფასო და ხარისხიანი ვიდეო და სხვა ფორმატის მასალა შევქმნათ და ძალიან დიდი მადლობა გეკუთვნით ამისთვის. ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. ეხლა რა გავაკეთოთ? პირველ რიგში დაფიქრდით აქამდე როგორ მოდიხართ. დიდი შანსია რომ უკვე ჩართული ხართ აი ამ პროფესიების კალეიდოსკოპში და შეიძლება არ აღიარებდეთ ამას, მაგრამ ეს იყოს რეალობა, ხო? ჯიუტად ყოფილ პროფესიას ხო არ იჩემებთ. მაგალითად მე მინახავს ადამიანი, რომელიც არის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ორგანიზაციაში და ამბობს რომ არის იურისტი. იურისტი იყავი, როცა იყავი სპეციალისტი, ეხლა ხარ მენეჯერი. იურისტიც ხარ, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, მაგრამ მენეჯერი ხარ. ეხლა თუ მენეჯერი ხარ, მენეჯმენტი უნდა ისწავლო და მენეჯმენტის წიგნები უნდა იკითხო, ხო? თუ მოლაპარაკებებში მონაწილეობ, ეგეც შენი პროფესია ყოფილა. მომლაპარაკებელი შეიძლება იყო, ხო? ანუ პროფესიის გაგება ძალიან ფართე და აკადემიური გაგებით, რომ დიპლომში რა გიწერია, ესე არ არის. აი დიპლომები არსებობს, რა ვიცი, 500-600-700 წელია ალბათ და პროფესიები არსებობს უხსოვარი დროიდან. ანუ ადამიანი რითიც ჭამდა პურს, უხეშად რო ვთქვათ, ის იყო მისი პროფესია, ხო? და დაფიქრდით თქვენ რითი ჭამთ პურს. ანუ რომელი უნარები, რომელი პროდუქტები, რომელი მომსახურება, რასაც თქვენ აკეთებთ, ასე ვთქვათ, გხდით მოთხოვნადს ბაზარზე, ხო? მე ძალიან ბევრი ხალხი შემხედრია, ამბობს რომ მე ვარ IT სპეციალისტი, არა და უკვე მენეჯერია, ან ამბობს რომ მე ვარ ბიზნეს ანალიტიკოსი, არა და უკვე გადასულია სხვა მიმართულებაში, ხო? შეეცადეთ რომ რეალისტურად შეხედოთ ამ ამბავს, ხო? როგორც კი მაგას რეალისტურად შეხედავთ, შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაც ახალი შესაძლებლობებია,
რომელიც გიხმობთ ახალ რეალობაში და თქვენ არ აქცევთ ყურადღებას, ხო? საინტერესო ახალი პროფესია ხო არ გეძახის, ხო? რა შეიძლება ამ სიახლე მოიტანოს, რა საფრთხეებია ამ ცვლილებაში. რაც მთავარია, რამდენად შეთავსებადია ძველი და ახალი პროფესიული ცხოვრება, ხო? როცა პროფესიის შეცვლაზე ვლაპარაკობ შეხვედრებისას, ხალხი ამბობს, რომ მე არ დავანგრევ ჩემ კარიერას, რომელიც ავაშენე, ვინ გითხრა, რომ დაანგრიო? არაფერი არ არის დასანგრევი, უმეტესწილად ჩვენ დროში შეთავსებადია პარალელურ რეჟიმში შეიძლება დაიწყო და 10 წელიწადში შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცა სრულიად ახალ რეალობაში. ეხლა რა და როგორ გავაკეთოთ პრაქტიკულად? პირველ რიგში მოიწონეთ ეს ვიდეო, თემა თუ მოგწონთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ჩვენც და YouTube-იც ასე ვხვდებით, როგორი ვიდეოები მოგწონთ და როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ მომავალში და ყოველკვირეულად ახალ ვიდეოს ვაქვეყნებთ Flowmaster Online-ის არხზე. ამის გარდა განიხილე რამდენიმე მეზობელი პროფესია. მიუხედავად იმისა, გაინტერესებს თუ არ გაინტერესებს, დღეს რა პროფესიაში ხარ, იქიდან სად გადადის ხალხი. მაგალითად, შეიძლება იყო HR სპეციალისტი და კონსულტანტი გახდე მაგალითად, ან გახდე ბიზნეს პარტნიორი, ან გადახვიდე ბიზნეს დეპარტამენტში, ხო? ანალიტიკოსი გახდე თუ მონაცემებთან გაქვს საუბარი, ფსიქოლოგი გახდე, კოუჩი გახდე და ასე შემდეგ პროფესიების არჩევანი დღეს არის ძალიან მდიდარი და ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, ხო? არ დაგავიწყდეს, რომ სწავლება სხვა პროფესია, აუდიო და ვიდეო წარმოება, როგორც ვილაპარაკეთ და სოციალურ ქსელში ინფლუენსერობა ცალკე პროფესია, მენტორობა და კოუჩინგი, პროექტების და გუნდების მენეჯმენტი, ბიზნესების წამოწყება და თავისუფალი კონტრაქტორობა, ფრილენსერობას რო ეძახიან, ეს არის სულ ახალი ამბები და პროფესიები, რომელიც შეიძლება განიხილო როგორც ალტერნატივები შენი პროფესიული განვითარების და ამ ალტერნატივებს რო განიხილავ, დაფიქრდი რა მიმართულებით გაინტერესებს და გინდა ექსპერიმენტების წარმოება. არავინ არ გთხოვს, რომ დღესვე ჩამოყალიბდე საბოლოო სტრატეგიაზე. უფრო სწორი სტრატეგია დღეს არის, რომ მოვსინჯავ, სწავლებას მოვსინჯავ, პროექტების მართვას, ფრილენსერობას მოვსინჯავ, კონტენტს მოვსინჯავ, ინფლუენსერობას მოვსინჯავ და ნახავ რა გამოვა, ხო? რაღაცა გამოგივა, რაღაცა არ გამოგივა და საბოლოო ჯამში აი ამ მოსინჯვების შედეგად მიხვდები რა ცოდნა და უნარები უნდა გაიღრმაო, რომ ახალ პროფესიაში უფრო მაგარი იყო, რომ მიუახლოვდე ახალ პროფესიას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ნებისმიერი ახალი პროფესიის არის ახალი სანაცნობო ქსელი, ანუ შენ დაგჭირდება ხალხი, ვინც უკვე არის იმ პროფესიაში იმისთვის, რომ უფრო თამამად და სწორი ნაბიჯებით შეაბიჯო ახალ პროფესიაში. სულ ეს არის, რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. წარმატებას გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.